ისტორიაში პირველად ჩინელებმა დამაფიქრეს, რომ მათ მანქანის აწყობა შეუძლიათ. მე დავით უცუბიძე ვარ, თქვენ უყურებთ ქარდაკის ახალ ეპიზოდს. ეს კი 2024 წლის Lincoln Co 09 მოდელია. როდესაც პირველად ეს ავტომობილი დავინახე, რაც მომაგონდა, ეგ იყო, თუ თქვენს ერკვევით ჩინურ ავტომობილებში საკმაოდ კარგად, მიხვდებით ალბათ, რომ ძალიან წააგავს Zeekr-ს, თუმცა Zeekr-ი არ არის ერთ ავტომობილი. ეს არის დამოუკიდებლად შექმნილი კომპანია, რომელიც ახლახანს 2016 წელს დაარსდა. სხვათა შორის მათი მთავარი ოფისი მდებარეობს შვედეთში. ეს ავტომობილი ძირითადად იყენებს Volvo-ს ნაწილებს, ძრავი, თუნდაც ბენზინის ძრავი, რომელიც არის მოთავსებული მასში, არის Volvo-სგან. რამდენიმე დღე არის ეს ავტომობილი გვყავს და დავდივართ ქალაქში და არა მარტო ქალაქში და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გაოცებული დავში მისი შესაძლებლობებით. უილად არ დავიწყე ვიდეო იმის თქმით, რომ პირველად დამაეჭვეს ჩინელებმა, რომ შეუძლიათ ავტომობილის აწყობა, რადგან მართლა კარგად არის ეს ავტომობილი, ძალიან კომფორტულია, ძალიან ძლავრია. საკმაოდ ცოტას მოიხმარს საწვავს და მოკლედ ვეძებ ძიებაში ვარ რომ უპოვო ამ ავტომობილის მინუსები, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერჯერობით მსგავს მიზეზებს ვერ პოულობ. საკმაოდ დახვეწილი დიზაინი აქვს, ძალიან მომწონს, არაფერი არ არის ესე თქვა. მოდით შემომხედეთ როგორი მანქანა ვარ, ნახეთ აი ქალაქში რაღაც მოვდივარ მონსტრი, ეგეთ შეხედულება საერთოდ არ აქვს, თუმცა ყურადღებას იქცევს, რადგან საკმაოდ დახვეწილი და სოლიდური დიზაინი აქვს, რასაც განაპირობებს პირველ რიგში მისი დიუმიანი დისკები, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება. ასევე მისი ეს გვერდითა კარებზე არსებული ფარფლები. რაც შეეხება მის მონაცემებს, გაგიკვირდებათ და ავტომობილის წონა შეადგენს დაახლოებით 2500 კილოგრამს, თუმცა მიუხედავად მაგისა, საკმაოდ სწრაფია და ეკონომიური, რადგან ავტომობილის აქვს 554 ცხენის ძალა და 850 ნიუტონ-მეტრი. ეს ყველაფერი დამსახურებაა იმის, რომ ავტომობილის აქვს 3 ძრავი, 2 ელექტრო და 1 ბენზინის ძრავი, რომელიც როგორც უკვე გითხარით, Volvo-სგან არის, 2 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავი. საკმაოდ კარგი არის აჩქარება ამ ავტომობილის, ძალიან კარგი სამართავია გზაზე, მსუბუქად იმართება, რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძიმია ავტომობილი. ასევე სალონში გვაქვს კომფორტისთვის ძალიან ბევრი რამ. მაგალითად გვაქვს 3 რიგი სავარძლების, ასევე სალონის დეტალები ძალიან კარგად არის შესრულებული და საკმაოდ ხარისხიანია. რაც შეეხება მის კომპლექტაციას, უამრავი ესე ვთქვათ, დეტალი აქვს და საერთოდ რო არ ელოდები ამ ფასში, ისეთი დეტალები აქვს ამ ავტომობილს, ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, კომფორტისთვის გათვლილი აქვს აბსოლუტურად ძალიან ბევრი რამე. ზოლის კონტროლი, ასევე ზოლში ხედავს ავტომობილებს, აი რამდენიმე მეტრის წინ. უსაფრთხოების სისტემები ძალიან ბევრი აქვს ავტომობილს. ძალიან კარგად გაფრთხილებს საფრთხის შესახებ, ასევე აქვს დაძინებისგან დამცავი სისტემაც, ანუ როდესაც ხდება რომ გეძინება, გაფხიზლებს. მაგაზე გამახსენდა რომ ასევე აქვს სავარძლების მასაჟორები და მოკლედ ძალიან დახუზრულია ნავაროტკივით ეს ავტომობილი. ითვლეს რომ ამ ავტომობილის შეძენა დაახლოებით $50,000-მდე არის შესაძლებელი. მოვედით ლილვარენას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიმართება უფროად შეჯიბრი, სხვადასხვა კლასში იქნება შეჯიბრებები. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ტურისტულ კლასში, ესე ვთქვათ, ყველაზე დაბალი კლასია სამოყოლო დონეზე ხარხული ავტომობილებისთვის. ვნახოთ როგორ გაართვევს თავს ჩვენი ლინკი ამ უფროად ჩელენჯს. იმედი მაქვს, რომ კარგად დაძლევს ყველა დაბრკოლებას. საკმაოდ კარგი ავტომობილები ყავთ მონაწილეებს ხარხულად, თუნდაც აი რო ავიღოთ შეადრიალი ანუ აჩვენე Ford Bronco-ს ჩვენ კლასში იღებს მონაწილეობას და დავეთანხმებით, რომ ბევრად მეტი შანსი აქვს ამ ავტომობილის ვიდრე ჩვენ ავტომობილის, მაგრამ აქ არ ვართ იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ ამ ავტომობილსა და უმტკიცოთ ვიღაცებს, რომ ოფროადისთვის ეს მანქანა ძალიან მაგარია. არა, უბრალოდ გავტესტავთ ამ ავტომობილის შესაძლებლობებს, როგორ იქნება ცუდ გზებზე. ნახეთ, რომ ქალაქში ძალიან კარგად არის ავტომობილი და ამჯერად მაინტერესებს უკვე მცირე და ოფროადში როგორი იქნება. მოკლედ ერთად ნახავთ რა მოხდება. საკმაოდ საინტერესო დღე გველოდება, რადგან ძალიან მაგარი ივენთია. მადლობა ორგანიზატორებს ამ ივენთისთვის. ძალიან ბევრი მანქანაა მოსული, მაყურებელიც ბევრია, სხვადასხვა კლასებიც იქნება უფრო რთული და მაგასაც რა თქმა უნდა გაჩვენებთ. ცოტა ხანში დაგებრუნებით უკვე სტარტის ხაზიდან. მოკლედ მოვედით და ეს არის რა ქვია. სტარტი გიქნება ცოტა ხანში, პირველი მანქანა უკვე დაისტარტა და მოვიდა ფინიშზე, ეხლა ჩვენ დავდგებით მეორეები მომიწია გასვლა. ნახოთ. ძალიან მაგარი იქნება ჩვენი გასვლა. ისეთი მანქანები არიან, თან ჩვენი მანქანა ძალიან სახალისო იქნება. მაგრამ მაინტერესებს რა სიზავს რა. წავედით. ოპა, წავედით. დათო ნერვიულობ. დათო გამოვედით აქ? არის. დათო გამოვდივართ? ვიდეო გახაწევა რა? არის. ორი, სამი. აი, და ჩქარტო ვაიმეთი რა ხალხია და. აქ რატო დგანე?
ვაღში. ზადა. ეს რა იყო? ძალიან დახტუნავს გრძელი რო არის ძალიან დახტეს. რა? ოპა. 10. 11. ესე იგი 21-დან 23 უნდა გამოვტოვოთ, ხო? ხო. ანუ გრძელი რო არის მაგრა დახტეს რა. Yes. 17. Შვიდმეტი. არ ვიცი. 17 ხარი. აკეთა. 17-იც გამოტოვებულია. გამოტოვებულია ერთი სამი. Let's-ი. აუ, კიდე უნდა გადავიაროთ? 23-ში მივდივართ პირველი, ხო? თვითონ გამოტოვებული ხოლია. აი. აგარი გავფრინდით ერთ ადგილზე. წუთი 59-ს არ მოვიდა, ხა იქ ვარ გავჩერებულიყავით. მაცადე? გავივლი მე. იქ აღარ გადახდა ის. არა, გადახდა. ნოსტა რა. მოდი მანქანას ყოფშია, ხო? არაფერი არ ჭირს. ხო. სად ხართ? სად ვარ? აზია შუშაოთ. 1, 2 და 3. ხო. ვაუ. აკაც გასაფრენი ყოფილა, უბრალოდ წევან არ გავფრინდით. ხალხი რაკურებული გრუპურებს, ვერც არ მოვუქიანია და აბანკად რა გვინდა. მაგრამ დადის რა. ქერქოა დიდია და ვერედება. წვანაში პირდაპირ დაადეთავი. გამრებს არ უყურო. ხედავ რომ მაგარი სტურმანი ვარ? ოჩხანა. აგრეგი გადაგეხა. აუ. გავოვიდა რამე? ხალხი ტაშ გვიკრავს ბიჭო. ხალხი ტაშ გვიკრავს და რა ვქენი? პირველი დრო გვაქვს? მერწერახელი. აი ამის ქვეშ, მეორე გრაფაში. ოკეი. აუ, დავაფიქსირებ რა ნახოთ დოქტორი, არ დაგვიჯერებენ, მეც არ მიჯერებ. 26 იყო რიგო. 26 საჯობეთ წამით. აუ, ზარა არია. ვაგრები ვარ. მე ხა საკმაოდ ჭკვიანურად ვიარეთ, თან მანქანის მანამდე არ გქონდა საერთოდ გავლილი მოგზაურობაზე, არ ვიცნობდი რა. და უფრო მეტი ვიხტუნავეთ პირველ გასვლაზე, რეალურად ბევრ ადგილზე ჩავარტყით და ასე შემდეგ. თუმცა ეხა მანქანა სტაბილური იყო და ჩვენ სტაბილური. კი, ანუ რა არიცი, ერთი ხო დათოს არ ქონდა საერთოდ ფრაუდის გამოცდილება და მეორე კიდე ცუდი რა არის, რომ სატესტო გალოს არ გაძლევენ რა. ანუ მოდი ხარ ივენზე, შეხედე გზას, სანამ დაიწყება ივენთი და всё, ხო. და ეგ მართლა ძალიან რთულია ხა რა, რაც არ უნდა მაგარი მძღოლი იყო. ვერა. მოკლედ იწყება ხა მეორე გზა უნდა გავიაროთ. პირველ გზაზე ფულებით ვართ მესამე ადგილზე ამდენ მანქანაში სხვათა შორის და ძალიან მაგარი დრო. ბრონკოები გვიგებენ. ბრონკო გვიგებს მარტო, ანუ აი და პრადო ერთი ახალი რა. აი ძალიან მაგარი დრო გვაქვს. ეხა მეორე გზაზე უნდა წავიდეთ, მეორე გზა შედარებით ოღროჩოღროა უკვე. ვაიმე. რატო ვიტკებ ხოლმე აუტკი ვართ? რას? რა ვიცი მე. სად ხარ?
წავიდე, ვაი. გავიჭედე. აუ, ამ გზას ვერ დადის. დილა. აუ, ძალიან ცუდი გზაა. ძელია ეს. ძალიან, აი. ან ჩვენ ვიარეთ ძალიან ჩქარა და შეიძლება ეს ძანელა. გაიჭედა. შემოდ მარც. აი ეს ვაი ადრე. სწორები ჩვენიანო. დავაი მიდი. ოღონ შეეტიე მთავარია. უიცი კიდე სნო გავიაროთ? ერთო შენ მიიყვანე ფინიშამდე იქიდან. საშინელი დრო გქონდა. იმიტომ რომ ძალიან გრძელი ვართ ამისთვის. ეხლა უწევ დროს ვიცი რომ შევიცი. ორეთ ვიარეთ. საკმაოდ ცუდად. იმიტომ რომ გრძელი მანქანაა და ზარ გამიჯერდა ეს გზა, მაგრამ მეორე გავლაზე უკვე ვიცი როგორ ხნა შევიდა. ვეცდები უგეთასაც შევიდე რა. ეს მონაკვეთი საკმაოდ რთულია მანქანისთვის რა. არა, ძალიან რთულია ეს მონაკვეთი ახლა მანქანისთვის, იმიტომ რომ ძალიან გრძელი ვართ და მონაკვეთი თვითონ ამხელარი და იმ ამხელა მონაკვეთში კიდე ესეთი რაღაცეებია რა და ძალიან რთულია საკმაოდ. იმედია მანქანას არ მიაჩვენს გარედან, იმიტომ რომ რამდენიმე გზა მაგარა გავიდეთ. აი ამის ბრალია ყველაფერი ამ შერში რო ვარ და აი ამის ბრალი. შეგერდა მუსტებულო, შეხარ მეორე. წადი. აი გრძელები რო ვარ. გრძელი. აუ კიდე ავხდით ვაიმე ბავშვი სად გადაყავთ გიჟებიანი. საღოლ, კაია, ყოჩა, კარგად დავყირავდეთ. ხა მაგარი შტორმანი ვარ და ყოჩა. დიდი ალბათ ყანა ხო? აი. ოღონდ ბიჭო. ეხა ისე ვეცადოთ რომ არ გადმოვყირავდეთ. აუ. Oh! Ai. აია. მაგარია. ბევრი ამბობ და საერთოდ. წუთი და ერთი. აი გზა რო იცი. მაგარი. აი, ერთი გზა გადაგვრჩა გასავლელი რა. შედარებით მარტივი უნდა იყოს ის, იმიტომ რომ გვიწევს როგორც ვიცით, უფრო ჩქარი მონაკვეთი, რაც ნიშნავს, რომ სწორზე უნდა ვიაროთ რა. შესაბამისად, მან უკვე შანსები მოგვემატება, რადგან ჩვენი ავტომობილი საკმაოდ ჩქარია. ხო და ეხლა რა შესაკითხი, რომ რეალურად ეს სამი გზა ხო არის? ამ სამი გზიდან უნდა დაჯამდეს, საშუალო გამოვიდეს დროის და იმის მიხედვით არის პირველი, მეორე, მესამე ადგილი რა. ეხლა რა დროებიც გვაქვს ჩვენ, ანუ ჩვენ რა მანქანითაც ვართ, შესაბამისად კონკურენციაში გვინდა შევიდეთ ისეთ ავტომობილებთან, რომელიც ამ კატეგორიაშია და არა პრადო და ის, ხო, რაღაცა. იმისთვის რო არის იმენა მომზადებული რა, ბრონკო, ამისთვის რო არის შექმნილი. ხო და შესაბამისად ვისთან შევდივართ კონკურენციაში, იმათზე ბევრად უკეთესი დროები გვაქვს. თავარი არის ეგ, რომ ეგ გვენახა რამდენად კარგი იყო თავის კონკურენტებთან შედარებით აი ესეთ გზებზე და ფაქტია რომ უკვე დაამტკიცა ჩემი. რამდენიმე მანქანასაც ვჯობნით მომზადებულსაც. მომზადებულსაც ვჯობნით. ქარხნულად რომ ბევრად მეტი შეუძლია. რამე არის მაგაზე? ორი ეტაპის სიარულის შემდეგ ასე გამოიყურება ჩვენი ლინკი, საკმაოდ დაისვარა, თუმცა წინ კიდე გველოდება მესამე გზა, ეგ გამოავლეს უკვე გამარჯვებულებს. დაბლ ლოგინახე.
როგორ მოხსნა სავანიკა? მოსულები? კი. ჩინური ვოლო. შეგვიფასე აბა. ეს მანქანა სხვათა შორის მე ვიცი. მეც გადავიღებ, მაინც რომ მე რამე ისე არ მომიჭრან, რომ რაღაც სხვანაირად. ეს მანქანა სხვათა შორის მე ვიცი. ძალიან მაგარი მანქანაა ხარისხის თვალსაზრისით რა, იმიტომ რომ გახსნაზე ვიყავი. просто შეინდან არის ვოლო ჩაულებრივი რა. даже მე მგონი ლოგოების ვოლოსი აქვს სამაზე და ზეპირად ახლა საფიქრო ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლოგოები არა, მაგრამ გავს. რაც გადავიღე რა. თქვენ საიდან გას ამით გამოდიხარ? კი, ამით ვიღებ მონაწილეობას და მეც მაგას ვზევარ, ძალიან კარგი ხარისხია ეს ყველაფერი ახლა მანქანას ზოგადად რა, ძალიან მოსწონს რა სიარული და სული მანქანა არის მithumetes ამ ფასში. $50,000-მდე ღირს ეს მანქანა. $50,000-მდე? და აქვს 554 სქენის ზალა. წვავს დაახლოებით 800 კილომეტრზე შერეულ რეჟიმში და ის მგონი რომ მაგარია. 6 რიგი აქვს და ასე შემდეგ. მოკლედ საკაი მანქანაა. დავეთებს გისურვებთ. ასევე. კაი, ჩვენ გავაგრძელოთ. ხო, ლინკი ცოტა დასრულია, მაგრამ წინ კიდე გველოდება ერთი გზა და იმასაც ვივლით, იმედი მაქვს რომ მან ცოტა მეტ წამებს ამოვხაჩავთ, რადგან პირველ გზაზე მქონდა კარგი დრო საკმაოდ, მე მგონი სამეულში ვარ დროით. მეორე გზაზე ცოტა ჩამორჩით, რადგან ძალიან გაუჭირდა ამ ავტომობილის იმზის გავლა, მეტად უფრო აგრესიული ოფრადის იყო, თუმცა მესამე გზა არის შედარებით სწორი მონაკვეთები. სწორში გულისხმობს ზედაპირს თვითონ. და მანდაც მე მგონი გვაქვს საკმაოდ კარგად შანსები. სულ არის 20 მანქანამდე მონაწილე ჩვენს კლასში, ვეცდებით რომ 5 ეულში მაინც შევიდეთ, რადგან 5 ეულში შესვლა ნიშნავს რომ ძალიან მაგარი შედეგია ამ მანქანისთვის, რომელსაც საბურავებს კი ჩვეულებრივ ვიღენია კონტინენტალებზე დგას ეს ავტომობილი. კაი, აი ნახე, ანუ იქეთ აჩვენე ხალხს რამდენი მაყურებელი ესწრება დღევანდელ შეჯიბრს. ეხლა მივყოფებით ჩვენ ბანაკის ტერიტორიაზე. აი უკან სადაც ლინკი დგას, მოწყობილია სხვადასხვა სივრცეების, სხვადასხვა მწარმოებლების, ასევე კომპანიების და ძალიან კარგი ივენთია საბოლოო ჯამში, ძალიან სიამოვნებს აქ ყოფნა. მოგწონს, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რა თქმა უნდა, SR Autos, რომ გათხოვა ლინკი და მოხსნა შესაძლებლობა რომ მივიღო მონაწილეობა. ფრთხილად გახელა არ დაგეჯახოს. გახელ, სად იღებ მონაწილეობას, რა კლასია? არ ვიცი, просто შემთხვევით გადავწყვიტე რამოდენიმე დღის წინ რა. მაგრამ იგებ, ხო? მაგრამ ვიგებ, ხო. თან ამ ხელ ლიმუზინით ვარ ბიჭო, ნახე, მე просто გამოცდილების პროცესში აქ ჩემს მეკაც ვთხარი, მე გავიდეთ ხო და დავაიო და რავი, ჯერჯერობით ვიგებ რა. შეგიძლია ფული შოუ იტაქსაო რაღაცა მე მგონი 4 კერახანიცა და არ არის ფული. გამოცდილება სახონე გუშინ მართლაც მაკაცმა და просто იქ რაღაცები გავივარჯეთ რაღაც ისეს, დავატრიალე და გადმოატრიალეთ ეს ამორძწორები და წარმატებები, მე ვიცი რომ მაინც გაიმარჯვებ შენ რა, საბოლოო ჯამში ეგრე იქნება. აბა შენ წარმატებები. მადლობა ახლა. სად გამოცურე, რა გინდოდა? სად გამოცურე, რა გინდოდა? აი ადგილი რა შეიძლება 5 წამი მოვიდო, მაგიდა არ ჯობია დავსვეთე ვიდრე 5 წამი წავა. როცა ნიგამი იადექსი არ არის. მაშინ მაგიდები მალე მომოხვედი. როგორ ჭდები? როგორ ახე. აი რა საკეთებს? ეს არის მშობელი რო არის, ხო? ნახე რატომ ჭრის თავს, რაზე ჭრის თავს ეგულა. ყაჩ. გეუღურე. გამოდი. ეგერ მოდის ბაგი და ეგერ არის ნიგა, ეხა უღურე. ნიგა გადარჩა. გარბოლა ვიღაც ხალხია, რა ვიცი, გარბოლა. აი, ლაბორატორია დაგრებო. წავედით უკვე 4-ის ნახევარია. ინკოგნიტო გზაზე, იმიტომ არ ვიცი სად. სა არ ვიცი, თამან ახლა რა. სანას დავინახავთ მწვანე მონიშნავს, იქ უნდა გავუძურეთ. იმედი მაქვს. შვიდობით დავასრულებთ პირველ ბოლოს. უფრო პირველი გასვლა იქნება გზის მოსინჯვა, მეორე გზაზე შევუდებთ. ხო არ ნერვიულობ დათო? მეც ნერვიულობ არა. გზა რო არის, ცოტა საშიშია. გზა რო არ არის, არ ვიცი, მაგიტომ ნერვიულობ და.
შევარ. და თუ მიმესთან არ შევარდეთ, ფრთხილად იხავი ადამიანები დგანან. ლაპა. ამ წვრილ რაღაცებს რატო გვატარებენ? ხელად აქ არია დიდი მოსახვევია და მე არის ჩასავარდნიო სადღაც. ოკეი. აი აქ არია დიდი ჩასავარდნი. აი, ასეთ ამაზე ამბობდა. არა, ამაზე უთქვამს. აქ. მერე? ხო გითხარი, ერას არ უნდა დავუჯეროთ. მერე? უნდა მოვყრიალდეთ აქ. Asta de rico. Come on. Nela! Თან ნუ შეხვედი სპორტულ აზარტში. ნელა. აი გთხო, ეგრე. ორი და 14 ხო? იმას 216? იქ ვაგვიანებთ რა იმაზე რა. გავლამას, ვერ გავლამასდები ხალხო, ამიტომ ისეთი როგორი გაწეწილიც ვარ. ჩინური მანქანით დავიდით პედესტალზე off-road შეჯიბრში. და ისეთი ბრენდები აღარ ჩამოვთვლი, რომლებიც მოიაზრებიან წამყვან ბრენდებად off-road-ში. მოდი არ გავასრულებთ სანამ არა ხო მოდი ახლა ესეთი რაღაცები არ ვისაუბროთ რეალურად თავიდან ბოლომდე აი აქ ჩვენი გამოსვლა იყო უბრალოდ ის რომ ჩინური მანქანის ესე უბრალოდ განხილვა არ გვინდოდა რა ამ მანქანას ნიკაც გადაიღებს და ნიკა მაგ ყველაფერს თავისებურად ძალიან კარგად გააკეთებს ხო ხვდებით ახლა ჩვენ რაღაცა დაგვეწყო ის რომ ეს აქ ის აქ ამ მანქანას მოკლედ არც თქვენთვის არ იქნებოდა საინტერესო და ვერც ჩვენ ვერ შემოგთავაზებდით რამე სიახლეს და და არც ვარ დიდი ავტორევიუერი ესე რომ რევიუერები არ ვართ ჩვენ მანქანა მოიტა გაგვატესტინე ხალხი ვართ, მაგრამ რევიუერები არ ვართ და მაგიტომ ეს რო იყო ეს შეჯიბრი რო იყო, ანუ გვინდოდა უბრალოდ გამოსულიყავით, რომ აი რა დონეს შეძლებდა რა, რა დონე გაევლო, მაგრამ ისეთი დონეები გაიარა დღეს ამ მანქანამ. და ისეთ მანქანებს ანუ გაუწია კონკურენცია. რა გამახსენდა? ბოლო გარბენი გავაკეთეთ, off-road-ის რეჟიმი არ ქონდა ჩართული და შენი არ ქონდა გათიშული. ეს გარბენი ახლა რაც მეორე თვე გოგონა რო უნდა გაგვევლო რეალურად, ხო? ბოლო ეტაპის off-road რეჟიმის გარეშე გავაკეთეთ და გავედით მაგას და მიუხედავად მაგისა, ისე რაც დროით ვაჯობეთ რამდენიმე მანქანას, თანგსას არ ვიცოდით. არა, მართლა ისეთი შემთხვევა არის, რომ ისეთ მანქანებთან შევიდა კონკურენციაში, რომელსაც საერთოდ არ მოვიაზრებდით, რომ კონკურენციაში უნდა შესულიყო. ამიტომ მე რა ვიცი, მე ყველანაირად ველოდებით შედეგების გამოცხადებას. ეს, მაგრამ შედეგები რომც არ იყოს ისეთ როგორც გვინდა, ეს მანქანა ამ მანქანამ ჩემზე ნამდვილად მოახდინა შეთანხმება. კი, ჩემზეც ნამდვილად. ყველანაირად, იმიტომ რომ კიდე გუშინ, ოდაბლოვის ქალაქში, ბევრად ძალიან კომფორტულია, შიგნითაც, გარედანაც, ანუ შეხედავდა ვიზუალით. ნუ გემოვნების ამბავია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით ლამაზია დახუცილია, ვერაფერს ვერ დაუძრებ ავტომობილს. სიარული ძალიან კარგად იმართება, ქალაქში ძალიან რბილი სატარებელია, ძალიან სუბუქად იმართება. ხარისხიანია. ხო, 2 ტონა და 500-მდე არის. წონა მანქანის და ძალიან სუბუქი სამართავია. და ხო, ყველაზე მთავარი ძალიან ხარისხიანი. სავალი ნაწილიც. ხო. და ასე ვთქვათ, შიგნით სალონის ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. დამაჯერებლობაში გულისხმობ იმას, რომ ხარისხიანი მატერიალებით არის შესრულებული. თვითონ კარკასით ძალიან სქელია, აი Volvo-ს ჯიპი რომ აიღოთ, იგივე არის, ძალიან სქელია, კარი, ორმაგი შუშაა, საერთოდ ხმა არ შემოდის მანქანაში.
სასწაული, ტყავი, პლასმასი, რა ვიცი, რაც კი არის, რასაც კიდე რომ ხელი მოგიდა, ყველაფერი ძალიან ხარისხილია. ოფციები რამდენი რამე გვაქვს? რასაც ხო, რა კიდევ ერთხელ დავკონკრეტებით, ის ნიკას ავტობლოგერი არის, ჩემი ძმა რო იბრალებს მაგას. რაღაცა გააკეთეთ. მაგის ვიდეოში ნახავთ მოკლედ მაგ დეტალებს რა, ეხლა ჩვენ რო ბევრი არ ვილაპარაკოთ, მოკლედ ოფროუდზე ამ მანქანა წარმოუდგენელი რაღაც ქნა. და თქვენ თუ მოგწონთ ოფროუდის შეჯიბრებები, დაგვიწერეთ ჩვენ აუცილებლად სხვა შეჯიბრებებს მოვალცილ, მანქანა დავაწყოთ. დაგვიწერეთ, იმიტომ რომ დათოს უნდა უდაბნო რალიზე გამოსვლა. კი. და მიზეზებს ეძებს, რომ საბოლოოდ თავის ესე საბოლოოდ უთხრას, რომ მინდა უდაბნო რალიზე გამოსვლა. ეს იყო პირველი გამოცდილება ოფროუდის დათოსი. და უკვე მოეწონა, რასაც ხედავ და ოჯახში კიდე ერთი ხარჯი შემოგვემატა. ოფროუდ ჯერ არ ვიცი, რა გადამიწყვეტი. მე რასაც უყურებ იმ კლასს უყუროთ, ბოლო კლასს და ვნახავთ, რა თქვენს გაჩვენებთ იქ როგორ დადიან და თუ იმოქმედებს ეგ მე შეიძლება გადავწყვეტ სამსაც არ ვიცი შეჟებეთ. მაგრამ ისე მოაგდებდა კაცი რამე ნიუას რა. ყველაზე იაფიანი ალბათ ეგ არის და მაგრამ ნიუა კი არის, ჩემი კამერა ხარ მითხრა, ჩემი კამერა დახტა აქეთ-იქით. კი, შენი კამერა დახტა აქეთ-იქით. აი ბოდიში დავეთით, ვეღარ ვიღებ ვიდეოს კამერა გამოფუჭა. გადაგული მაქარა 3 2 1 Logico, randelia. Fia che. Oggi. გუშინ ძალიან გვიან დასრულდა შეჯიბრი. ჩვენ ფიზიკურად ვეღარ გავჩერდით, დილის 9 საათზე ვიყავით მისულები და ღამის 12-ზე წამოვიდით დაახლოებით, თუმცა ჯერ კიდე ბოლო ეტაპის გზა გასავლელი ჰქონდათ ბიჭებს. რაც შეეხება ჩვენს ავტომობილს, ძალიან მაგარი შედეგი დააფიქსირა და ნამდვილად არ მეგონა თუ ამ ავტომობილით მოვახერხებდით ოფროუდ შეჯიბრებებში პედესტალზე ასვლას. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა ეს ავტომობილი. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობებში არ შედის ის, რომ ოფროუდზე უნდა იყოს ძალიან წარმატებული, მაინც მაგრად გაართვა თავი. ჯალო გაწყვეტილია და დამწვა. მეორე ამოვა. იულოცა და დავაჭინდო.
ეხლა გადავინოსოთ უკვე შოურუმში, სადაც ერთი საინტერესო მოდელი მინდა გაჩვენოთ. ეს გახლავთ Lincoln-ს 06 მოდელი. ეს შედარებით ბიუჯეტური ვარიანტია იმ 09-სთან შედარებით, რადგან საკმაოდ დიდი სხვაობაა ფასში. რა შეეხება ამ მოდელს, საკმაოდ მზიდველია, გაცილებით პატარა ზომის არის, მომცრო ზომის, უფრო მოხერხებული იქნება ჩემი აზრით ქალაქში გადაასადგილებლად. ესეც საკმაოდ სწრაფია, სხვათა შორის, მინდა გითხრათ, ეკონომიურია, ყველაფერთან ერთად დახვეწილია დიზაინით, როგორც სალონი, ასევე გარედან ვიზუალით. მე მგონი, Link-ის დიზაინები საკმაოდ კარგი არის, დამეთანხმებით ალბათ. არ არის გადატვირთული და ძალიან ლამაზად გამოიყურება. რაც შეეხება მის მონაცემებს, ძრავი არის 1.5 ტურბინიანი, ასევე მას ეხმარება ელექტროძრავი და ასევე პატარა ელექტროძრავი აქვს გადასცემათა კოლოფში. მთლიანობაში ეს ავტომობილი გამოიმუშავებს 300 ცხენის ძალას, რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ეფექტური ციფრებია, 4 ლიტრამდე აქვს საწვავის ხარჯი და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ელექტროავტომობილი, მხოლოდ ელემენტის დამუხტვის საშუალებით მას შეუძლია გაიაროს ქალაქში 100 კილომეტრამდე. საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია, რადგან მისი ფასი შეადგენს მხოლოდ $24,900. თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ მისი ტესტ-დრაივი ესერაუტოში მომბრძანდეთ, ასევე სხვა ავტომობილების დაკვდება, თაქ ბევრად საინტერესო ავტომობილებიც იმყოფება, რომლებიც შეიძლება გამოგვიჩენია. მე კი დაგემშვიდობებით ესერაუტოს შოურუმიდან, გამოიწერეთ ჩვენი არქი აუცილებლად, თუ მოგეწონათ ოფროუდის ვიდეო დაალაიქეთ, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ და ჩვენ ვეცდებით, რომ სხვა ოფროუდის შეჯიბრებებზეც მოხვდეთ. სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით, დროებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.